ჩვენ ხო იმაზე მეტი ვართ, ვიდრე რაღაცა რაც ჩანს ჩვენში. კი, ყველა ჩვენთაგანი ვართ რაღაც მისიით დაბადებული. ჩვენ ხო ცხოვრობთ ისეთ კულტურაში, სადაც ბევრ რაღაცას ძალით ჯიბეში გვიტენიან, ხო? და ამით ვკარგავთ ჩვენ თავს. ზოგჯერ მშობლები თავიანთ განუხორციელებელ რაღაც სურვილებს და ემოციებს აი დებენ ესე უპირობო თავის შვილებში. როცა შეგვიძლია რომ ჩვენ ვიყოთ ჩვენი ცხოვრების სცენარის ავტორიც, მთავარი გმირიც, რეჟისორიც და ოპერატორიც, აი ეს უნდა გავიაზროთ, ეს ამ ძალის უნდა ვირწმუნოთ. თუ გტკივა, ესე იგი ეს უკვე არის იმის ნიშანი, რომ შინაგანი ხმა გეუბნება, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ძიებაში პრობლემა არ არის. პრობლემა არის იმაში, რომ შენ თავს დრგუნავს ამუდამოდ. პირად შენ მაგალითზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ტოქსიური თანამშრომელი ვიყავი ბოლო პერიოდში. პირველ რიგში ჩვენი მშობლების მოლოდინები ჩვენს მიმართ. საზოგადოების მოლოდინები ჩვენს მიმართ და კულტურის მოლოდინები ჩვენს მიმართ. რომ კონდეს ზომიერი თავისუფლების ხარისხი. ბავშვს რაღაცა დოზით შეზღუდვები სჭირდება, მაგრამ არა საკუთარ თავთან ურთიერთობაში შეზღუდვები. არა ისეთი აკრძალვები, რომელიც თავის გამოხატვას წინ დაუდგება. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯანსაღი ავტორიტეტი ყავდეს. მშობლობით რო იღებს სიამოვნებას და აი ამ ყველაფრით ახლა რაზე ჩვენ ლაპარაკობთ. ყველაზე დიდი მუღამი მოდი ესე ვიტყვი, ალბათ მაგაში არის. ადამიანმა ზრდასრულმა ბავშვობაში დაისწავლა, რომ თუ კარგი და მოსაწონი და იდეალური არ ვიქნები, კარგი არ ვარ. მისია იბადება ტკივილისგან და კრიზისისგან. როდესაც ვიღლებით ამ ფსევდო ჩარჩოში მოქცეულ არა ავთენტურ კარგი ბიჭის და გოგოს როლებით, მან იწყება მთელი აფეთქება და კონფლიქტი. სიყალბე არ არის მხოლოდ ტყუილის თქმა, სიყალბე არის ის, რომ მე ერთს გრძნობ და არ ვიმჩნევ. თუნდაც ეგ არის მისია, რომ შენი შვილები ხედავენ, რომ შენ ამ პროგრამას ცვლი და როცა შენ აძლევ შენ შვილს, ვისთვისაც შენ ავტორიტეტი ხარ, ხო? ამ როლ მოდელს ის უფრო მეტად გამბედავია და აი ამ თავის ნიჭებში, რაც ღმერთმა ტალანტების სახით აბსოლუტურად ყველა ადამიანს დაგვაფერთხა თავზე, უფრო თამამია. ზოგ შემთხვევაში ამ არქეტიპებს ადამიანები ისე იღებენ, რომ მერე ამისი მსხვერპლები ხდებიან, იმიტომ რომ კი, ზუსტად. გმირის არქეტიპი შეიძლება ისე აიღოს და გაითავისოს ადამიანმა. მეორე მხარეა კი ნამდვილად. საქმენი საგმირონია უნდა აკეთოს იმისათვის, რომ იგრძნოს საკუთარი თავის მნიშვნელოვნებს. კითხო შენს თავს, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და თუ იქ ვარ, რას ვქნი იმაზე ღირებულს, ვიდრე ჩემი თავით კმაყოფილებაა. რა გტკივა ისე ძალიან, რომელი ტკივილის მოშუშებაში სხვა ადამიანებსაც დაეხმარებოდი. შენს უძლურებაში შენი ძალაა.